ანიტა, როგორი უცნაური მდგომარეობაა რა, მსოფლიო ვარსკვლავი აქციაზე და მარშზე და პროტესტზე რო საუბრობს. რა სიტყვით? სამწუხაროდ იმდენად შევეჩვი ამ მდგომარეობას უკვე და ბოლო რამდენიმე წელია გაუჩერებლივ ვდგავართ მარშებზე, საპროტესტო აქციებზე, ვაპროტესტებთ თვალებთ ხარიებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უკვე ძალიან აბსოლუტურად არაადეკვატურ სიტუაციაში ცხოვრობთ, იმდენად არაადეკვატურია ზოგადად ყველა ის მოვლენა, რაც ბოლო ერთი თვის მანძილზე ხდება. მე ვაკვირდებოდი ამას შორიდან, იმიტომ რომ არ ვიყავი საქართველოში და არაადეკვატურია მით უმეტეს იქედან რომ უყურებ ამას. როგორ ჩანს იქიდან? საშინლად და საშინლად ჩანს ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხრიდან, იტალიაში ვიმყოფებოდი კერძოდ და აბსოლუტურად წარმოუდგენლად მიაჩნიათ, რომ საერთოდ ესეთი რამე არის ფიზიკურად შესაძლებელი. გასაგებია ხა არჩევნების გაყალბება არც იქ უკვე სამწუხაროდ და მაფია და ასე შემდეგ და მსგავსი ტიპის მართლობა და დიქტატურა არც ევროპის ქვეყნებს არ უკვირთ და ყოფილა და გვაქვს ამის ისტორიაში მაგალითები, თუმცა უკვირთ ხალხი იმას, რასაც ხალხი აკეთებს, ქართველები ვაკეთებთ, საქართველოს მოქალაქეები ვდგავართ რუსთაველზე ყველა ერთად ამას ვაპროტესტებთ და უკვე მე რამდენი დღეა, ეს უკვირთ აღფრთოვანებით საუბრობენ ამაზე, გვისურვებენ სიძლიერეს, გამარჯვებას, თავისუფლებას, ევროპული ღირებულებებისკენ სვლას. ბევრმა არც იცის, რომ მე მგონი, მე ამას სულ ვამბობ, რომ ამდენი წელია საქართველოსა და საზღვარგარეთ შორის ვცხოვრობ, დავდივარ, მოღვაწეობ ჩემი პროფესიით და ძალიან ხშირად მithქვამს, რომ ბევრი ის ღირებულება, რომელიც ჩვენში არსებობს, კულტურული, მორალური, იქ არც აქვთ, არც ქონიათ, არც დასიზმრებიათ. და ჩვენგან რომ ხედავენ ხოლმე უკვირთ კიდეც. არ ვარ იმ ადამიანთაგან ვიცით, რომ ქართველებზე უკეთესი არავინ არ არის. ამ მოსაზრებას ნამდვილად არ ვეთანხმები. ვართ მართლა საოცარიერი, ჩვენზე უკეთესი და უარესიც ბევრია, თუმცა იმ კულტურულ ღირებულებებში, რაშიც ჩვენ აი დღეს კონკრეტულად აი ამ ეკრანს უყურებთ თქვენს უკან, თავს არა ამ ეკრანზე არ გასაგულისხმობდი, აი ამ ხალხს უყურებ, საოცარ ახალგაზრდებს, თავგანწირულებს, თავისუფლებისთვის, მშვიდობისთვის, მათი მომავლისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის განწირულებს და იციან რისთვის იბრძვიან. და ჩვენ ვიბრძვით ყველა ერთად ამ თაობის მომავლისთვის, იმიტომ რომ თუ კი ჩვენ დღეს შევწყვეტ ბრძოლას, ჩვენ არ გავალთ ქუჩაში, არ დავდგებით, არ შევებრძოლებთ სისხლის ბოლო წვეთამდე, თუ ეს საჭირო გახდა. ღმერთო გთხოვ, არასდროს ეს საჭირო არ გახდეს, თუმცა ვნახეთ რამდენი სისხლი დაიღვარა ამ ბოლო ერთ თვეში ჩვენს ქუჩებში. თუ კი ეს კორუფციული, აბსოლუტურად კანალიზაციურ სითხეში ჩაფლული მთავრობა, რომელიც მთავრობაც არ არის, იმიტომ რომ არ არის ლეგიტიმური მთავრობა. ჩვენის არ აგვირჩევია. საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ეს ხალხი არ აურჩევია. არა აქვთ მათ უფლება ისხდნენ პარლამენტში და სულ ვამბობ, არა აქვს კობახიძეს საუბარის უფლება ქართველი ხალხის სახელით. ის გამოდის და დააკვირდებით ალბათ თქვენ ჟურნალისტი ხარ და ყველაზე კარგად ხედავთ თუ რა ხდება, რა ვითარება და რა ლექსიკას იყენებენ ესა თუ ის პოლიტიკოსები. ის საუბრობს მუდმივად არა საქართველოს სახელით და საქართველოს მთავრობის ან მისი პარტიის სახელით. ის ამბობს სიტყვას სულ ქართველი ხალხი. ქართველი ხალხი მასთან არაფერ შუაში არ არის. ხო, რა სამწუხაროა, რომ თავის თავს ამის თქმის უფლებას აძლევენ ქართველი ხალხი. სულ ბრაზდები, რომ ამბობს ქართველი ხალხი ჩვენი სახელით ის არ საუბრობს. და ჩვენ ვართ ის ვინც ვდგავართ იქ დღეს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი სიძულვილი მოდის, ძალიან ბევრი გვეუბნება, რომ კარგით რა ხალხო მშვიდობა არ გინდათ, სად არის მშვიდობა? ძალიან მაინტერესებს, სად იყო მშვიდობა? ბოლო, არ ვიცი, ბოლო 20 წლის მანძილზე მშვიდობა ქონდა როდესმე? მშვიდობა არასდროს არ ქონია. ბოლო, არ ვიცი, ბოლო საუკუნის მანძილზე საქართველოს მშვიდობა არ ქონია, კომუნისტების დროს ფსევდომშვიდობაში ვცხოვრობდით. ჩვენ სულ ვიბრძვით ჩვენი ენის არსებობისთვის, ჩვენი სარწმუნოების არსებობისთვის, ვიბრძვით ჩვენი თავისუფლებისთვის, იმისთვის, რომ ვარსებობდეთ, როგორც ქვეყანა, ვარსებობდეთ, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, რაც თავარია და როგორც ერი, ქართველები ვარსებობდეთ და ამაში არავინ არ გვებრძოდეს. და დღეს ამ თაობის სიცოცხლე დგას ისეთ სასწორზე, რომ ჩვენ ვერც კი წარმოგვიდგენია. მე ვიყავი 40 წლის ვარ ახლა და სწორედ ის დრო გამოვიარა 90-იან წლები 2000-იანების დასაწყისი. ჩემი სტუდენტობა იტალიაში ზუსტად ის პერიოდი გამოვიარა, როცა აბსოლუტურად შეუძლებელი იყო საქართველოსთან გასვლა. და ამას სჭირდებოდა უდიდესი ნაცნობობა, ფული და არ ვიცი, ყველაფერი ერთად. და თუ კი ერთადერთი გზა იყო, თუ კი ძალიან სერიოზული მოწვევა მოგივიდოდა საზღვარგარეთიდან, შეიძლება მოეცათ გასვლის საშუალება ქვეყნიდან.
და რა გვინდა ჩვენ აი ამ ყველაფრის მერე რაც ეს გადავიარეთ, გადავლახეთ, როდესაც ადამიანებს საელჩოებში და საკონსულებში გვეპყრობოდნენ როგორც პირუტყვებს უკაცრავად ამ სიტყვაზე, ჩვენ დავბრუნდეთ ისევ უკან, ისევ სავიზო რეჟიმისკენ, ისევ იმისკენ, სადაც ქართულ ადამიანს, საქართველოს მოქალაქეს არ აქვს უფლება გავიდეს საზღვარგარეთ, ნახოს სამყარო, ისწავლოს სხვა ენები, მიიღოს განათლება და ეს განათლება მოიტანოს უკან ისევ ქვეყანაში. ჩვენ ამისკენ წავალთ.